Paralel მოსმენებთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულ გასაღების საკითხზე პარლამენტში უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე იმშელებენ კანონპროექტი ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს ერთი გასაღების შინაგანსაქმეთა სამინისტროს მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება თუმცა მოსმენის უფლებას სასამართლო გასცემს. თემას მირიან გორგოძე განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოდან მირიან გისმენთ. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი და გედევან ფოფხაძე და მათი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებიანი ორ გასაღებიანი სისტემა მოდელი უნდა ამოქმედდეს, რომლის მიხედვით ერთი გასაღები ანუ წვდომა ფარული ინფორმაციაზე დარჩება ისე როგორც დღეს არის, ანუ დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, თუმცა ასე ეფექტურ მონიტორინგს როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, განახორციელებს პერსონალურ დაცვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. უმრავლესობის წევრების განცხადებით ეს არის მათთვის მისაღები ვარიანტი, რომელსაც მხარს დაუჭერენ და ეს ვარიანტი მიიღეს ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მათი თქმით არ არის პრობლემა, რომ წვდომა ფარული ინფორმაციაზე ეგრეთ წოდებული გასაღები დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, რადგან უწყება ვერ განახორციელებს წვდომას ფარულ ინფორმაციაზე, თუ კი ამის შესაბამისი სასამართლო ნებართვა არ იქნება. სასამართლოს გადაწყვეტილების განჩინების გარეშე სახელმწიფო ვერავის ვერ მოусვენს და აქცენტი დავსვათ. მეორე, უსაფრთხოებას პასუხისმგებლობა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისად. ეს ინსტრუმენტი მას უნდა გააჩნდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს მასზე სერიოზული მაკონტროლებელი ორგანო და ეს ჩვენი აზრით უნდა იყოს მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ეს საკითხი უახლოვდება თავის ლოგიკურ დასასრულს, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ პირველად საქართველოში დარეგულირებულ თემას მოსმენების შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რომელი ვერსია გამოვა, რომელი ვერსიაც იქნება შეჯერებული სამუშაო ჯგუფის ხდომები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რომელი ვარიანტიც გამოვა, ეს ვარიანტი იქნება თქვენთვის ცნობილი და საპარლამენტო ასე ვთქვათ მხარდაჭერისთვის რა ვარიანტს ამოგვიძეს სამუშაო ჯგუფი, ამას ყველანი ერთად ნახავთ. რაც შეეხება ამ საკითხის ირგვლივ კიდევ ერთ ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ამ საკანონმდებლო წინადადებით დაახლოებით 2 კვირის წინ კამპანია ეშენგეხებას წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიმართეს პარლამენტს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ 2 კვირის განმავლობაში არც ერთ კომიტეტში ამ საკანონმდებლო წინადადების განხილვა არ მომხდარა. მათი ინიციატივის მიხედვითაც ასევე ორ გასაღებიანი მოდელი უნდა ამოქმედდეს, თუმცა მთავარი განსხვავება არის თუ ვის ხელში უნდა იყოს გასაღები. კამპანია ეშენგეხებას წევრები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ წვდომა ფარულ ინფორმაციაზე აღარ იყოს, ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში და ეგრეთ წოდებული გასაღები გადავიდეს როგორც მობილური ოპერატორების, ასევე სასამართლო სისტემის ხელში. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს კითხვის ნიშნები, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი გასაღები გადავა პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორთან, რომელსაც ევალება ზოგადად მონიტორინგი იმისა თუ როგორ იცავენ პერსონალურ ინფორმაციას სხვადასხვა უწყებები, მაშინ მას უკვე ვინ გააკონტროლებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გასაღები უნდა გამოტანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ არ ექნება გასაღები, ეს იქნება კარგი. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მთავარი პრობლემა, რომელიც არსებობდა, რომ როგორღაც შეგვეზღუდა, შეგვემცირებინა რისკი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავებს არ მოეხდინათ უკანონო მოსმენები, ეს რისკი ჩვენის აზრით აი ამ მოდელში მაღალი ალბათობით ვერ შეიზღუდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ გავეცნობით ამას დეტალურად, მაგრამ იმ მოდელი რაც ზოგადად გაჟღერდა, ჩვენ მაგ მოდელს მხარს ვერ დაუჭერთ. ჩვენთვის პრინციპული საკითხი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაღები არ ქონდეს, თუმცა შემოთავაზებული ვერსია ალბათ საჭიროებს ჯერ განხილვას. ჩვენ ვარიანტში არ ფიგურირებს იგივე ინსპექტორი, მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იმიტომ რომ თავის მხრივ მაშინ ისიც საჭიროებს დამატებით კონტროლს, ხო? ამიტომ ამ ეტაპზე არ გვაჩვენება, რომ ეს იქნება ეფექტური მექანიზმი, თუმცა რა თქმა უნდა, დაველოდებით ალბათ უფრო საფუძვლიან განხილვებს ამ თემებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით დღესვე კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნოლანმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დიდი მსჯელობის და ანალიზის შემდეგ უნდა მოხდეს. რიჩარდ ნოლანმა მოიყვანა თავისი ქვეყნის მაგალითი თუ როგორ ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასე ვთქვათ, ფარული ინფორმაციაზე წვდომა, მისი განცხადებით შესაბამისი ძალოვანი უწყება ფარული ინფორმაციაზე წვდომას ამერიკაში დამოუკიდებელი სასამართლოს ნებართვის შემდეგ ახორციელებს.
მოსმენების თემა მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით დებატები და საჯარო დისკუსიები იმართება მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. რასაკვირველია, ეს თემა საქართველოშიც აქტუალურია, განსაკუთრებით ქვეყნის პოსტსაბჭოთა გამოცდილების გათვალისწინებით. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი მოდელი, რომელსაც თავად ის ქვეყანა გამოიმუშავებს და რომელიც არის სასარგებლო მისთვის. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით მნიშვნელოვანია არა ის თუ სად არის წყარო, საიდანაც ხორციელდება დაკვირვება, არამედ რამდენად არსებობს დამოუკიდებელი დამცავი საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ხდება მონიტორინგი იმისა, რომ დაკვირვების საშუალებები გამოყენებული იყოს მიზნობრივად. იქნება ეს სისხლის სამართლის დანაშაული თუ ეროვნული უშიშროების თემასთან დაკავშირებული საქმე. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ასეთი პრაქტიკა გვაქვს. დამოუკიდებელი მოსამართლე თავად იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე, რომლის შემდეგადაც უკვე ხორციელდება დაკვირვება. უნდა აღინიშნოს, რომ ხვალ ანუ 20 ნოემბერს იწურება ვადა, როდესაც პარლამენტში ელექტრონულ კომუნიკაციებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტის დარეგისტრირება უნდა მოხდეს ბიუროს წვდომაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაირღვევა პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებული კანონის ნაცვლად მიღებული ის ინიციატივა, რომელიც თავის მხრივ პარლამენტს ფარულმოსნებთან დაკავშირებული, ანუ ეგრეთ წოდებულ გასაღების საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებულ ვადას 1 დეკემბრამდე აძლევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს უნდა გაიმართოს სამუშაო შეხვედრა კამპანია ეშენგეხებას წევრებთან და უმრავლესობის წევრებმა უნდა გააცნონ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სავარაუდოდ როგორც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს ეს შეხვედრა დღეს 7 საათისთვის საღამოს 7 საათისთვის გაიმართება. პარლამენტიდან მირიან გორგოძე გვერდებოდა.